ვარ ანასტასია ბერიძე, 12 წლის. ვსწავლობ ჩაისვინის მეორე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, კითხვა, საჭმელების გაკეთება და ცეკვა. ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა. ყველაზე ხშირად ვხატავ ბუნებას და პორტრეტებს. ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი და არ მიყვარს ვარდისფერი. თუ შენი თავის გჯერა, მგონი არაფერის ხატვა არა რთული თუ გჯერა საკუთარი თავის. ბავშვობიდან რომ ხატავდი, ჯერ როცა ვერ ვხატავდი, მამიკო მიხატავდა და მე ვაფერადებდი სულ და იმის კოლექციაც მაქვს და მერე ჩემი თავის მჯეროდა და საკუთარი თავით დავიწყე, ჩემით დავიწყე ხატვა რა. ახლა სახლში მექნება ასამდე ნახატი. იმიტომ ვაგროვებ რომ გავიზრდები, გავეხსენო ჩემი ბავშვობა. როცა გავიზრდები, ალბათ უფრო ლამაზ ნახატებს დავხატავ, ალბათ გამოფენასაც გავაკეთებ. მინდა ისე კარგად ვხატავდე, რომ გავყიდო ჩემი ნახატები. თითო ნახატი ეღირება 15 ლარი. ბევრი ფული რომ მქონდეს, პირველი მივიდოდი აი მაღაზიებში, რაც საჭმელი იქნებოდა, ყველა არა, რაც შემეძლება, ყველას ვიყიდი და აი თავშესაფრებს დაურიგებდი საჭმელებს. ერთი ჩემი კლასი და ჩემო დამრიგებელმა წაგვიყვანა თავშესაფარში ბებიების და ბაბუების და რავი, ისეთი თბილები იყვნენ, რომ კიდე მინდა რომ იქ წავიდე. პირველად ჩემთვის ვიყიდი ცოტა კარგ კამერას, ახლა არ მაქვს, მაგრამ კამერას ვიყიდი, რომ მაინტერესებს თუ როგორ შეიძლება გადავიღო და ამ საქმეშიც საინტერესებული ვარ, მაგრამ არც ისე როგორც ხატვაში. და რა თქმა უნდა, მიმოგზაურებდი მთელ მსოფლიოში. მინდა ვნახო პირამიდები და პირველ რიგში წავიდოდი ეგვიპტეში. მე ასევე მიყვარს ცეკვა და 5 წელია ვცეკვავ ჩაქურაში. ჩემი ქორეოგრაფია თენგის ჭაღალიძე და ერთი კიდე მყავს თაკვა კონცელიძე. ორივე ერთმანეთზე უკეთესი მასწავლებელია. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიულური. ერთჯერ მქონდა კონცერტი და ახლა ვემზადებით მეორე კონცერტისთვის. სცენაზე ვგრძნობ თავს თავისუფლად და არასდროს ვერ მივლობ. მე კიდე მინდა ვიცეკვა 2 ან 3 წელი. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ იქ ვნახულობ მეგობრებს და ვერთობი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ელისაბედ ყორშუბაძე. ყველაზე ჭკვიანები ვართ მე და ელენე შამილეშვილი. ყველაზე მშვიდია ანა მარია ცეცხლაძე. ყველაზე ცელქია ანა მარია ჭოკვეიძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგნებია ქართული და ინგლისური. ინგლისურის გარდა კიდევ მინდა ვიცოდე ფრანგული. საყვარელი მასწავლებელი ელენე დიასამიძე. ის ძალიან კეთილია, მეგობრულიც, მხიარულიც და ბავშვებთან ურთიერთობაც ძალიან უყვარს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე დიზაინერი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია წერილი ოქროსფერი მარკით. ეს წიგნი არის გაჭირებულ გოგონაზე, რომელსაც ცუდად ყავს დედა და ცდილობს რომ დაეხმაროს თავის დედას და მამა არ ყავს რა, ხო და ცდილობს რომ მისი მამა იპოვოს. ძალიან საინტერესო წიგნია და ყველას გირჩევთ რომ ეს წიგნი წაიკითხოთ. სულ დასაწყისში არ მიყვარდა რა წიგნები, ვერ ვიტანდი ასე რომ ვთქვათ და მე როცა გავიზარდე ცოტა, მასწავლებელმა დაგვავალა წიგნების წაკითხვა და ვინც ბევრ წიგნს წაიკითხავდა, კონკურსი გქონდა და იმას სიგას მისცემდა. მეგობრულად რა. ხო და ჩვენც დავიწყეთ წიგნების კითხვა და როცა პირველი წიგნი წავიკითხე, მე მომინდა რომ უფრო მეტი წავიკითხა და ასე შემიყვარდა წიგნები და კითხვა. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ადამიანების ტელეფონთან მიჯაჭვურობაზე. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, ჩემი და ბაბუა და ბებია. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 7 წლის და ჰქვია ნატალი. ის არის ლამაზი, პრანჭია, ცელქი, მხიარული. ჩემი აზრით ნატალი რომ გაიზარდება, გამოვა დიზაინერი ან ექიმი. მამიკო არის თბილი, მეგობრული, ხალისიანი და კარგი. დედიკო არის მზრუნველი, ხალისიანი და გულთბილი. კიდევ არის ძალიან კარგი დიასახლის. სხვათა შორის მე უკვე ვიცი საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი რომ გავაკეთე, ვიყავი 8 წლის. მაშინ მე და ბებომ ერთად გავაკეთეთ ბლინები. ახლა ყველაზე კარგად გამომდის ნამცხვების გამაცხობა. ჯადოსნური ოჯახი რომ მქონდეს, გავაქრობდი ბოროტებას. ჩემი აზრით ადამიანები იმიტომ არიან ბოროტები, რომ სიხარბით არიან სავსე, სხვისი შურთ და მათ როცა ვერ აღწევენ თავიანთ მიზნებს, სხვისი შური ეწყებათ და აქედან ბოროტები ხდებიან.
კიდევ კარგი რომ კეთილი ადამიანები უფრო მეტი ვართ. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ანასტასია რომ არ მერქვას რა მერქმეოდა. მე ანასტასია დამარქვა დედიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ანასტასია რომ არ მერქვას ალბათ მერქვეოდა ტასო. შემდეგ მონაწილეს ვუტავებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ლეკვი. ბედნიერება არის ადამიანებთან თბილი ურთიერთობა, ადამიანების დახმარება და ჩემი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.